გამარჯობათ მეგობრებო, წინა ვიდეოში შეგგვირდით, რომ მომდევნო ვიდეო იქნებოდა ლაშქრობის ან მოგზაურობის სამწუხაროდ ამინდმა ხელი არ შემიწყო, მთელი სექტემბერი ისე გავიდა, რომ ყოველ შაბათ-კვირას სტრიმდა და ვერსად ვერ წავედი. ამიტომ ახლა ასევე დაპირებულ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ეს იქნება ND ფილტრების შესახებ და იმის გამო, რომ ვერსად ვერ წავედი, აი ახლა გამოსული ვარ პუსტბაზე, ასე ვთქვათ, პატარა მოგზაურობა მაინც მოვიწყე. ესე იგი, მოდით ვთქვათ ზოგადად რა არის ND ფილტრი, ხო? ND ფილტრი ეს არის მზის სათვალე ლინზისთვის, ანუ ისეთი მოწყობილობა, რომელიც აბნელებს გამოსახულებას. ეხლა რაში გვჭირდება ND ფილტრები? ND ფილტრები საჭიროა როგორც ვიდეო გადაღების დროს, ისე ფოტო გადაღების დროსაც. ვიდეოს შემთხვევაში ფაქტიურად ფილტრების გარეშე, გარე სივრცეში ვიდეოს ხარისხიანი გადაღება შეუძლებელია. აი მაგალითად, ეხლაც მე რომ მიღებს კამერა, ჩემ კამერაზე აყენია Tamronis ლინზა, ვისაც ნანახი გაქვთ ჩემი პირველი ვიდეო, იქ განვიხილე ჩემი ტექნიკა და შესაბამისად ამ ლინზაზე და კონკრეტულად აი ახლა რა ფილტრიც უყენი, ამ ფილტრზეც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ის პირველი ვიდეო ჩართოთ და იმას უყუროთ. მას უყენია ZND ფილტრი და რისთვის არის ეს საჭირო? დიაფრაგმა ლინზაზე მაქვს მაქსიმალურად გახსნილი 2:8-ზე, ვიღებ 25 კადრი წამით, ხოლო 25 კადრი წამი მოითხოვს დაყოვნებას 1/50-ზე. ესე იგი ვიდეო რა არის? ვიდეო არის ფოტოების ერთობლიობა, ხომ? ანუ 25 კადრი წამში, ესე იგი 25 ფოტო არის წამში გადაღებული და წამში ჩვენ ვხედავთ ამ 25 ფოტოს და ვიღებთ ვიდეო გამოსახულებას. როდესაც ვაყენებთ 25 ფრეიმზე, ანუ 25 კადრი წამში, ეს მოითხოვს იდეალური ვიდეოსთვის, რომ დაყოვნება გქონდეს 1/50. ანუ ის რიცხვი, რამდენ ფრეიმსაც იღებს წამში, მრავლდება 2-ზე და 1 მეიმდენედი ეწერება. Плюс-минус mc კვადრატ f ფუძე. ცოტა ჩახლართული მათემატიკაა ვიცი, მაგრამ მარტივი გამოსათვლელია. მაგალითად, თუ გადავიღებდით წამში 30 კადრით, დაყოვნება იდეალური იქნებოდა 1/60. თუ გადავიღებდით წამში 50 კადრით, დაყოვნება იდეალური იქნებოდა 1/100. მოკლედ რომ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ საკითხს, დიაფრაგმა მაქსიმალურად გახსნილი მაქვს 2:8-ზეა დაყენებული, დაყოვნება არის 1/50-ზე, ISO არის 100-ზე და ფილტრის გარეშე მაინც იქნებოდა გადანათებული. შესაბამისად, მოვარგე ფილტრი იმისთვის, რომ მას ხელოვნურად ჩაებნელებინა. ახლა აქ მე მაქვს 2 ND ფილტრი, ერთი ეს არის ლინზისთვის განკუთვნილი, კამერის ლინზისთვის, ხოლო მეორე ეს არის დრონის ლინზისთვის განკუთვნილი ND ფილტრები. როგორც ლინზებზე გითხარით, არსებობს ცვლადი ზუმის მქონე ლინზები და არსებობს ფიქსირებული ზუმის მქონე ლინზები. ასევე არის ND ფილტრების შემთხვევაშიც. არსებობს ცვლადი ND ფილტრები და არსებობს ფიქსირებული. აი მაგალითად, ეს ND ფილტრი არის ცვლადი 2-დან 400-მდე. ხოლო დრონისთვის რასაც ვიყენებ, ესენი არის ფიქსირებული, კომპლექტში არის 3 ცალი ND ფილტრი, ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, მეტ შუქს, რომელსაც ატარებს და გეტყვით ზოგადად ეს შუქის შესვლა როგორ უნდა გამოიანგარიშოთ, ეს არის ND16, ასევე მეორე ცოტა უფრო მუქი, ეს არის ND64 და ყველაზე უფრო მუქი, ეს არის ND256. ეხლა რას ნიშნავს ზოგადად ეს რიცხვები, ხო? ND2, ND8, ND16, 32 და ასე შემდეგომ. ეს არის შუქის მერამდენედ ნაწილს ატარებს ეს კონკრეტული ფილტრი ლინზაზე. ანუ მაგალითად ND2 ატარებს შუქის 1/2 ნაწილს, ND4 ატარებს შუქის 1/4 ნაწილს, ანუ რეალურად არსებული შუქის. ესე იგი, რაც უფრო იზრდება რიცხვი, მით უფრო მუქი ND ფილტრი გვაქვს ჩვენ. ასევე ორნაირი დანომრვა არსებობს ND ფილტრების. მაგალითად, ეხლა ხელში რაც მიჭერია, ამას აწერია პირდაპირ ND2-400, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული სტოპებით დანომრვა, მაგალითად ND სტოპებით 1-დან 5-მდე. ეხლა რას ნიშნავს, ანუ როგორ შევადაროთ ესენი ერთმანეთს, რა განსხვავებაა მათ შორის, ხო? როდესაც აწერია სტოპები, ეს ნიშნავს ორის ხარისხებს. ანუ ერთი სტოპი ეს არის იგივე რაც ND2, ორი სტოპი ეს არის იგივე რაც ND4, ანუ 2-ის მეორე ხარისხი ხომ არის 4 და შესაბამისად გვაქვს ND4. ასევე მესამე სტოპი ეს უკვე არის 8, მეოთხე სტოპი 16 და ასე შემდგომ. ესე იგი, ვიპოვეთ გარჩევაც ND ფილტრების დანომრვას შორის. პირველ ვიდეოში მე გითხარით, რომ გასწავლიდით ხრიქს, როგორ უნდა იყიდოთ ND ფილტრი, ისე რომ მაქსიმალურად იაფი დაგიჯდეთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილტრში არ უნდა დაზოგოთ ფული, ისე როგორც მე გავაკეთე და საბოლოო ჯამში ახლა შედეგს მიფუჭებს ეს ND ფილტრები, რაც მაქვს.
თუ იყიდით კარგ ლინზას, მაგრამ მასზე დააყენებთ ცუდ ფილტრს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხარისხი იქნება ცუდი, ანუ ფილტრიდან გამომდინარე იქნება ხარისხი. შესაბამისად, უნდა იყიდოთ კარგი ფილტრები. ხოლო კარგი ფილტრების ფასი იწყება $150-დან ზევით. შესაბამისად, ის რომ თქვენ ყველა ლინზას უყიდოთ მისი დიამეტრის შესაბამისი ფილტრი, ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს. ამიტომ რას ვაკეთებთ ასეთ დროს? ასეთ დროს ვაკვირდებით ჩვენ ლინზებს, რომელ ლინზასაც აქვს ყველაზე დიდი დიამეტრი, იმის შესაბამის ND ფილტრს ვყიდულობთ. აი მაგალითად, თუ კი ჩემ ლინზებში ყველაზე ფართე დიამეტრის მქონე არის 67 მმ, უნდა ვიყიდო მე 67 მმ-იანი კარგი ND ფილტრი. მაგრამ როგორ მოვარგო ეს 67 მმ-იანი კარგი ND ფილტრი მეორე ლინზას, რომლის დიამეტრი არის 59 მმ. ამისთვის იყიდება ძალიან იაფიანი ნივთი, პატარა რკინის რგოლები, რომლებსაც ერთი ზომა გადაჰყავს მეორეზე. ანუ მოვარგებ მას დიდ ფილტრს, შესაბამისად დიდი ფილტრი დაფარავს პატარის ზომასაც და ჩვეულებრივ უპრობლემოდ დავუყენებ მას. ასევე პატარა ხრიკი მინდა გასწავლოთ, თუ რაში გამოიყენება ND ფილტრი ლანდშაფტურ ფოტოგრაფიაში. ტბაზე ტყუილად არ წამოვსულ ვარ და მე მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ფილტრი ისე, რომ ტბის ანარეკლი მივიღოთ მაქსიმალურად სუფთა. სამწუხაროდ, წვიმიანი ამინდები იყო მთელი თვის განმავლობაში, შესაბამისად ტბა არ არის სუფთა და არ ვიცი ანარეკლი რამდენად გვექნება, მაგრამ მაინც ვცადოთ. ესე იგი, წეღან ვიდეოს გადაღება რომ დავიწყე, იმედი მქონდა, რომ პატარა ანარეკლი მაინც გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ წეღან ოდნავ ანარეკლი შესამჩნევი იყო, თუმცა ახლა ცოტა მოიღრუბლა კიდეც და ფაქტიურად შეუძლებელია, რომ რამე ანარეკლი დავინახოთ, თუმცა მე მაინც გაჩვენებ თქვენ რას ვაპირებ და ზოგადად სხვა ამინდში და სხვა სიტუაციაში იცოდეთ, რომ გამოგადგებათ. ირგვლივ მდებარე ნაგავს ყურადღება არ მიაქციოთ, სამწუხაროდ ესეთი რამ საქართველოში ხშირად ხდება, მაგრამ რას ვიზავთ. ესე იგი, წყალს რომ შეხედოთ, წყალს აქვს, ასე ვთქვათ, ზედაპირული, ეგრეთ წოდებული ზედაპირული დაჭიმულობა, ანუ პატარა ტალღები, ხო? ნუ ტალღებს ვერ უწოდებთ ამას, მაგრამ გეოგრაფიულ ენაზე ამას ქვია ზედაპირული დაჭიმულობა. ესე იგი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყლის ზედაპირი გახდეს მაქსიმალურად გლუვი და შესაბამისად ანარეკლი მოგვცეს წყალმა კარგი. ამისთვის გვჭირდება ჩვენ, რომ დაყოვნება იყოს მაღალი. ანუ შათერი იყოს მაგალითად 3 წამზე დაყენებული. ხოლო ბუნებრივ პირობებში შათერს 3 წამზე რო დააყენოთ, იქნებოდა ძალიან გადანათებული. შესაბამისად ვიყენებთ ND ფილტრს, ანუ ხელოვნურად გავამუქებ სივრცეს და შათერს დავაყენებ 3 წამზე. აი ახლა ეკრანს დააკვირდით, ნუ ჩემი ანარეკლიც ჩანს, მაგრამ იმედია ეკრანიც ჩანს. ესე იგი, მე შათერს ჩამოვიყვან. უბრალოდ გავზრდი. ეს 3 წამი და 2 მეათედი. დიაფრაგმას ჩავკეტავ ცოტათი, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებ ლანდშაფტს და მინდა რომ ყველაფერი ფოკუსში იყოს, აი 8-ზე დავაყენებ დიაფრაგმას, აი ISO არის 100-ზე. ნუ შემიძლია 50-ზე დავაყენო, მაგრამ იყოს 100. ხედავთ ალბათ, რომ გადანათებულია, ხო? შესაბამისად ND ფილტრს, რომელიც არის ცვლადი, გავამუქებ. აი, საკმარისად მუქია. ხელის კანკალი რო არ აღიქვას კამერამ, დავაყენებ ტაიმერს 2 წამზე. აჰა, ესე იგი, წეღან ბავშვი შემოვიდა კადრში, ამიტომ ხელახლა გადავიღებ. კიდე უფრო დავუწევ დაყოვნებას, ცოტა ტალღება მოიმატა. 8 წამზე დავაყენებ. შესაბამისად, კიდე უფრო გავამუქებ. და ხელახლა გადავიღებ. სამწუხაროდ ეს უკვე ფაქტიურად ტალღებია. ცოტა საინტერესო შედეგი გამოვიდა. ესე იგი, წეღან ძალიან დიდი ტალღები იყო წყალზე. ამიტომ ცოტა ხანი კიდევ გავჩერდით და შეგახედებთ ახლა რას მივიღებთ. 2.5 წამზე დავაყენებ მომდევნო ფოტოსთვის. ესე იგი, დავაყენებ ტაიმერს, რომ ხელის დაჭერის მომენტი არ შეეწყოს ფოტოს და გადავიღებ ის.